ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს მოუწოდებენ დაიცვას შეერთებული შტატების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართული ოცნების ანტიამერიკული რიტორიკის სამიზნეები გახდნენ. მარკო რუბიოსთვის მიწერილი წერილი ორპარტიულია და მას რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების გავლენიანი წარმომადგენლები აწერენ ხელს. ისინი ითხოვენ ამერიკის ადმინისტრაციისგან მიიღოს გარანტიები ოცნების ხელისუფლებისგან, რომ USAID-ისა და საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და სხვა დასაქმებულები არ იყვნენ ცილისწამების მსხვერპლი. ეს ორპარტიული შეშფოთება მოჰყვა ოცნების სუსის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის განცხადებებს, როცა მან შეერთებული შტატების მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით. რა გავლენა ექნება ამ წერილს ამერიკის ადმინისტრაციის ქმედებებზე და როგორია პოლიტიკური შეფასებები თბილისში? სალმე ლაბაძე გვერდდება თემაზე სასაუბრად. დავიწყოთ იმით, თუ რას ელოდება თბილისიდან ვაშინგტონი და ეს იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რადგან წერილში, რომელიც სენატორებმა და კონგრესმენებმა ორივე პარტიიდან მოამზადეს და მარკო რუბიოს გაუგზავნეს, პირდაპირ წერია, რომ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მოითხოვოს ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, რომ მათ საჯაროდ და ოფიციალურად უარყო ყველა ის განცხადება, რომელიც სენატორებისა და კონგრესმენების შეფასებით წარმოადგენს თავდასხმას ამერიკის მთავრობისთვის მომუშავე პირებზე. ისეთი ასეთ განცხადებად კი ამერიკელი კანონმდებლები აფასებენ სწორედ მამუკა მდინარაძის განცხადებას, როცა ოცნების სუსის უფროსმა ამერიკის მთავრობა რევოლუციის დაფინანსებაში დაადანაშაულა. უფრო კონკრეტულად კი თქვა, რომ ტაილანდიდან შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოში ირიცხება ფული, რომელიც აქ ოცნების წინააღმდეგ მოქმედი რადიკალების დაფინანსებას ხმარდება. ამ განცხადებას შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონიდან უკვე მოჰყვა უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმაც, როცა ვაშინგტონში ქართული ოცნების ელჩი თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს, რაც ამ წერილში ამერიკელმა კანონმდებლებმა სწორ ნაბიჯად შეაფასეს, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი ზომა არ არის და იმისთვის, რომ ის რაც საქართველოში ხდება, არ განმეორდეს სხვა ქვეყნებშიც, ანუ სხვა ქვეყნებშიც არ შეექმნათ საფრთხე ამერიკის მთავრობისთვის მომუშავე პირებს, დიპლომატებსა თუ სხვა გადასაქმებულ ადამიანებს, ახლა საჭიროა ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით ის, რომ მარკო რუბიომ, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაცრად მოითხოვოს პასუხი ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან და მათგან მიიღოს იმის გარანტიაც, რომ ასეთი თავდასხმა ამერიკის მთავრობისთვის მომუშავე პირებზე აღარ გამეორდება. გწერთ, რომ მოგიწოდოთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, დაიცვათ შეერთებული შტატების ყოფილი პერსონალი, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს მაღალჩინოსნების სამიზნე, ანტიამერიკული მოქმედების ბოლო ტალღის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ოცნების ხელმძღვანელობით არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, მაგრამ მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს. 1 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ შეერთებული შტატების მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა. თანხების გაცემით საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რაც სინამდვილეში იყო სამსახურიდან გათავისუფლების საპენსიო გადასახადი, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო. მისი კომენტარები გაიზიარეს ქართული ოცნების პოლიტიკოსებმაც. ეს არასწორი დახასიათება საგარეო სამსახურის პერსონალს საფრთხეში აგდებს. განცხადებები ასევე მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. ქართულმა ოცნებამ არ გამოავლინა სერიოზული სურვილი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ასევე მოგმართავთ თხოვნით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს ოფიციალურად ქართულ ოცნებას და საჯაროდ უარყონ ეს საშიში განცხადებები. მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოაგვაროს ეს ნარატივები, რაც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების პერსონალს საქართველოში და ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს სხვა უცხოური მთავრობებისთვის. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ბუნებრივია ვცადეთ დაკავშირება ამ წერილის მთავარ ფიგურანტთან, გულისხმობთ მამუკა მდინარაძეს, თუმცა ამ დრომდე ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმს და ეს იმ პირობებში, როცა როგორც უკვე აღინიშნა, ამ წერილით მოთხოვნილია, რომ ქართულმა ოცნებამ მათ შორის სწორედ მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებული განცხადება უარყოს. ოპოზიცია კი ვარაუდობს, რომ ახლა ამ წერილის შემდეგ მოსაოდნელია, რომ მამუკა მდინარაძეც დაემატება იმ პირების სიას, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის უკვე შეერთებული შტატებისგანაც სანქციების დაწესება და ასევე ოპოზიცია ვარაუდობს იმასაც, რომ
ქართული ოცნება არ შეეცდება თუნდაც ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, როცა კიდევ უფრო ცხადად იკვეთება მათი სანქციების საფრთხე ვაშინგტონიდან, სადოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ნამდვილად დაალგება და ამისთვის ნამდვილად საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება ითქვას, რომ დასტურდება კიდეც იმ განცხადებებით, რომლებსაც ჩვენ პარლამენტის შენობაში ოცნების წარმომადგენლების განვისმენთ, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ მოვუსმინეთ არჩილ გორდულაძეს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ უარეყო მამუკა მდინარაძის ეს ბრალდება ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ, მან ისევ გადაწყვიტა თავდასხმა წერილის ავტორ ამერიკელ კანონმდებლებზე და დაადანაშაულა ისინი ისევ რადიკალიზმის ხელშეწყობაში და ასევე მათ კორუფციაში ჩართულობის გილწოდა. წარმოუდგენელია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები იცავენ USAID-ის წარმომადგენლებს, USAID-ის თანამშრომლებს, იმ USAID-ს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს კორუფციონერებს და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმ ქვეყნებში, სადაც არიან წარგზავნილები. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ჯო ვილსონის ნაირი ადამიანი, რომელიცაც პირდაპირ თანხებს იღებს საქართველოსთან ჩარიცხული გადამრიცხავი პირებისგან, ეს არის ადამიანი, რომელიცაც შეიძლება რაიმე საფრთხე შექმნას ჩვენ ქვეყნის ურთიერთობებში, არ ვიცი, ამაზე კომენტარის გაკეთება სერიოზულად შეუძლებელია. რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაცია მამუკა მდინარაძეს. მამუკა მდინარაძისთვის, მათი პატრონებისთვის მოსკოვში მთავარი ამოცანა არის ის, რომ ომი გაგრძელდეს უკრაინაში. ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა მათთვის არის მიუღებელი. მათ შორის არის მიუღებელი რუსეთის ფინანსური გამოფიტვა და ის საერთაშორისო სანქციები, რომელიც დაუწესდა რუსულ ნავთობ კომპანიას. ოკუპანტი აქეთს ივანიშვილის რეჟიმს, დინარაძეს, კობახიძეს და ეს არის პასუხი. რეალურად ეს არის პასუხი ამერიკელების მხრიდან, მათ შორის კონგრესმენების, სენატორების მხრიდან, რომ საჭიროა მოქმედება იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსული ხელისუფლება საქართველოში და ქართველ ხალხს აღმოუჩინონ დახმარება. ეს წერილი აჩვენს, რამდენად ესე ვთქვათ, უსაფუძვლო და პროპაგანდისტულია ქართული ხელისუფლება დღეს, როდესაც არაფრიდან, სრულიად არაფრიდან, ჩვეულებრივი სახელმწიფო კომპენსაციების გაცემა წარმოაჩინა და მონათლა თითქოს რაღაცა წინას რევოლუციური მომზადება, არადა სინამდვილეში ეს არის საელჩოს თანამშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვის ჩვეულებრივი პროცედურა. მე არ გამორიცხავ, რომ ამან კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობები და კონკრეტულად რაღაცა უფრო ნეგატიური ფორმა მიცეს იმ პოლიტიკას, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოს მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტში ყალიბდება. ამ განცხადებაში სახელობითად დასახელებული მამუკა მდინარაძე, რომელიც სანამ სუსის უფროსი გახდებოდა, მანამდეც იყო გამორჩეული თავისი ღვარძლით, ერთ-ერთი შემოქმედი ამ რეჟიმისა, სანქციები, მიზნობრივი შეზღუდვები კონკრეტული პირების მიმართ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ევროკავშირის მხრიდან არის მნიშვნელოვანი, რათა ამ ადამიანებმა გადაიხადონ ჯერ პოლიტიკური ფასი იმ დანაშაულებრივ სისტემაში მონაწილეობისთვის, რასაც აკეთებს ეს რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოებრიობის საზიანოდ. მოისმინეთ, რომ არჩილ გორდულაძემ, რომელიც ქართულ ოცნებას წარმოადგენს, კორუფციაში ჩართულად გამოაცხადა ამ წერილის ერთ-ერთი ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონიც, რომელსაც შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ თავად დონალდ ტრამპმა გამოუცხადა არჩევნებში საჯაროდ მხარდაჭერა და ამერიკის მოქალაქეებსაც მოუწოდა, რომ მას მხარი სწორედ ჯო ვილსონს დაუჭირონ. სწორედ ამ ნიშნითაა საყურადღებო ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ამ წერილის ის ნაწილიც, რომელშიც კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ მართალია ქართული ოცნება რიტორიკის დონეზე გამოხატავს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაალგების და შეერთებულ შტატებთან ორმხრივი პარტნიორობის აღდგენის სურვილს, თუმცა მათი ყველა განცხადება და ქმედება ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით საპირისპიროზე მიუთითებს.